ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე ფრილანსერი რა როგორ ვიპოვოთ სამსახური, ანუ საქართველოს ბაზარზე რა. პრაგმატულად რომ შევხედოთ, არ მჯერა იმის რომ ადამიანი შეიძლება გამოვიდეს უნივერსიტეტიდან და გადაიქცეს ფრილანსერთან დამოკიდებულებად. ანუ მაგას მე რაც პერსონალური ბრენდის შენება ბევრი რამე დაარქვეს, მე ცოტა მაგაზე რაღაცებზე ვიკამათებდი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მოდი გასაგები ტერმინებით ვთქვათ ეგ რომ შენ ვინ ხარ იმის კომუნიკაცია ადამიანებთან უნდა მოხდეს. შენ ვინ ხარ მაგის კომუნიკაციის გზა არსებობს მრავალნაირი რა თქმა უნდა და ყველა ადამიანს და ყველა ფრილანსერს ყველა დამოუკიდებელს სხვა გზა აქვს, მაგრამ მე მაინც მგონია რომ იმისთვის რომ რაღაც სფეროში დამოუკიდებელ ადამიანად გიცნონ და რაღაც და შესაბამისად საქმე მოგანდონ და ასე შემდეგ რაღაც გზა უნდა გქონდეს გავლილი რითიც ამ სფეროში და ამ ხალხში და ამ ადამიანებში მოხდება აი წეღან საუბრობდით რა ეგ არ არის მხოლოდ რაღაცა ლუდის ბაკალთან მასთან რა ქვია ლუდის კათხასთან ნეტვორკინგი რა მგონია რომ საქმიანი ნეტვორკინგის ნაწილიც არის ან შეიძლება ის იყოს კომპანიიდან დაიწყო ამ კომპანიიდან გაიცნო ადამიანები შეიძლება ან პორტფელის შექმნა არის